მადმედლები მოპოვებული, ნამდვილად არ გახლავთ იგი უტიტულო სპორტსმენი. შემოვიდნენ გარნას და საჯმაც მისცა ნიშანი. უბრალოდ ჯერ ერთმანეთს აიხა მისცა საჯმა ნიშანი და დაიწყო შეხვედრა. წითელი ფორმით გახლავთ გდონ აბულაძე. ნახოთ თუ შეინარჩუნებს ის ჩემპიონის ტიტულს და ასევე ნახოთ შეძლებს თუ არა მეორე ჯერზე ზედიზედ მიყოლებით ფინალს გულისხმობთ, რომ მას არაერთხელ ჰქონდა შავაძეს არაერთხელ ჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში წარმატების მოპოვების შანსი და მოუპოვებია კიდე ჩემპიონობა. ნახოთ ამჯერად გახდება თუ არა ის ჩემპიონი. ძალიან აქტიურად ჭიდაობს ორივე. ახლა უფრო აქტიური პოზიცია შავაძეს აქვს მოპოვებული. შავაძე ძალიან ჭკვიანი, ძალიან დაკვირვებული მოჭიდავია და ზუსტად აი ამ თვისებების ხარჯზე მოუგო მან გუშინ თოხაძეს, რომელიც კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ნამდვილად არ გახლავთ ხელწამოსაკრავი და ურიგო ფალავანი. აი აქ კისრულისა და აბულაძემ ვერ გამოუვიდა, თუმცა რაღაც ეფექტური და დინამიური მომენტი ნამდვილად იყო და დარბაზით შესამჩნევად გამოაცოცხლა. უნდა ვთქვა, რომ დარბაზი დღეს გვარიანად მაყურებელი არის დარბაზში, გუშინაც ასევე იყო საღამოს ბლოკზე, ფინალურ ბლოკზე და დღესაც ბლომად არიან. სამხრეთის ტრიბუნა პრაქტიკულად შევსებულია. აქ ახლა აბულაძეს მოუწოდებს მსაჯი, უბრალოდ დასაჯეს ის უკვე პასიურობისთვის. აბულაძე მიიღო მომგებიანი ქულა აქტიურობისთვის, ანუ აქტიურად მიიჩნიეს აბულაძე და შავაძე ჩააყენებინა მან ჩოგჯენში. ჩოგჯენში ჭიდაობა აბულაძესაც ეხება, ზოგადად აჭარის სკოლა გამორჩეული არის ამითი. თუმცა ახლა ვერ შეძლო აბულაძემ თავისი ამ შანსის გამოყენება და საჯმა საბოლოო დგომში გააგრძელებინა შეხვედრა. აი ზონასთან მიიყვანა ახლა შავაძე, მაგრამ აქ შეიძლება აბულაძემ ისარგებლოს და კი ბატონო გადააგდო. კიდევაც 4 კულიანი გდება. ზონის კიდესთან ორივე შეჩერდა და რაღაც ესეთი პოზიციური ჯაჯგური გაიმართა და საბოლოო ჯამში ამითი უფრო მეტად ისარგებლა აბულაძემ, რომელმაც დროულად დაიჭირა თადარიგი და როდესაც უკან გადიოდა სადღაც უკვე იმ პერიოდშივე მოამზადა პლაცდარმი მეტოქის გდებისთვის და კიდევაც შეასრულა 4 კულიანი გდება. ესეც კარგი ეფექტური ილეთი და კარგი სანახაობა იყო. ჯერად ზონის ცენტრში დგარა, ნაკ ჯვარედინი მოვლება აქვს აღებული შავაძეს, მაგრამ ამან აქამდეც ვერ მოუტანა მას შედეგი, თვითონ გახსნა უკვე ხელი და სხვა პოზიციის მოპოვებას ცდილობს. თავისას ცდილობს ასევე გდონ აბულაძეც, რომელიც სულაც არ გახლავთ დაცვაში, ყრუდაცვაში ჩამდგარი. ესეც მეტოქეს არ აძლევს თავისი ყოზირების გამოყენების საშუალებას. ჯერ პირველი პერიოდის დასრულებამდე რჩება 10 წამი და 5-0 ასეთი ანგარიშით ამარცხებს გდონ აბულაძე, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, თავის ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს ამირენ შავაძე. შეგახსენებთ, რომ ორივე სპორტსმენი აჭარის წარმომადგენელია ამასობაში. პირველი პერიოდისთვის განყოფილებით როცა მოიწურა და წავიდნენ შესვენებაზე, ნახევარწუთიან შესვენებაზე, სადაც მიიღებენ შევადარიგებებს. აი ეს ეპიზოდი ხარ, როდესაც მან გადააგდო, ანუ აბულაძემ გადააგდო, თქვენ კიდევ ერთხელ ნახეთ კადრში. ძალიან ეფექტური ეპიზოდი. მთავრდება შესვენებაც და სულ მალე დაბრუნდებიან ლეიბზე მოჭიდავენი. შემოვიდნენ კიდევაც მსაჯი ეთათქვირებოდა თავის კოლეგებს და მისცა ნიშანი დაიწყო მეორე პერიოდი. შეგახსენებთ, რომ 5-0 ასეთი გახლავთ ანგარიში გდონ აბულაძის სასარგებლოდ, რომელმაც ჯერ აქტიურობის ხარჯზე მოიპოვა ქულა, შემდეგ კი ჩოგჯენიდან ვერ ისარგებლა, მაგრამ დგომიდან 4 კულიანზე გადააგდო თავისი კონკურენტი.
ეხლა ზუსტად აბულაძეს მართებს გააქტიურება, ვინაიდან დაუწერელი კანონით მეორე პერიოდში მას უწევს უკვე პასიურობისთვის დასჯა და შესაბამისად დიდი ალბათობით ჩოგჯენის, ვინაიდან ეს მაინც მეტოქეზეა გამოკიდებული, მოითხოვს ჩოგჯენს თუ დგომში გაგრძელებას აირჩევს. როგორც წესი უმეტესობა დგომს ამჯობინებს. ასე რო არ მოხდეს და აბულაძე არ ჩადგეს ჩოგჯენში, უნდა იაქტიუროს მან როგორმე. საკმაოდ დაძაბული შეიძლება ბევრი ილეთები არ კეთდება, თუმცა დაძაბულობა ნამდვილად პიკზე არის მთელი შეხვედრის განმავლობაში პირველი წუთიდან მოყოლებული. ესენი ერთადაც ვარჯიშობენ და ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს. აბულაძე თვითონ ხულუელი არის, ხოლო შავაძე რამდენადაც მივიცი ხელვაჩაურელი, ანუ ერთ დარბაზში არ ვარჯიშობენ, მაგრამ ბათუმში როდესაც არიან შეკრებებზე დიდი ალბათობით აქებთან არიან და განსაკუთრებით სანაკრებო შეკრებებზე. ისედაც ამდენი წელიწადია უკვე ერთმანეთს იცნობენ. იაკო იმასაც გეტყვით, რომ ფრიდონ აბულაძე უბრალოდ მოგვარი არის ლერი და ოთარ აბულაძეებისა, რომლებიც ერთმანეთის ძმები არიან, ანუ საოჯახო დინასტიას წარმოადგენენ. ამასობაში თანდათანობით უახლოვდება უკვე დასასრულს ბოლო წუთი დაიწყო შეხვედრისა, ჯერ კლავაც 5-0 გახლავთ. აი ხა აბულაძემ აიცილა თავიდან პასიურობისთვის დასჯა და ჩოგჯენი, თუმცა შავაძის ბანაკი ამას ძალიან აპროტესტებს. ერთი შეხედვით თითქოს ხშირად თავიც დაბლავს მას დახრილი ზუსტისაც საჯები როგორც წესი აფრთხილებენ და მოუწოდებენ რომ თავი მაღლა ასწრონ, მაგრამ მისის აქტიურობა საკმარისი არის საჯებისთვის, რომ არ დასაჯონ ეს სპორტსმენი. შედეგად ფრიდონ აბულაძე მიდის მორიგი ჩემპიონი, ზედიზედ მეორედ ხდება ჩემპიონი. უკვე ბოლო წამები ეხლა არ მგონია რაიმე შეიცვალოს, დრო არ არის ფიზიკურად ილეთის გასაკეთებლად და 5-0 გაიმარჯვა აბულაძემ.